მოგესალმებით, მიხეილ ცაგარელი, ტელეკომპანია კავკასია და ჩვენი ტრადიციული გადაცემა. ვარსკვლავები გვამცნობენ, სადაც ჩვენ გვექნება საუბარი კვლავ და კვლავ ასტროლოგიაზე და არა მარტო ასტროლოგიაზე, არამედ ბევრი საინტერესო კითხვაზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ საერთოდ ოკულტური, ეზოთერული ცნებებიდან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა მადლობა ყველას, ვინც იჩენს დიდ დაინტერესებას ამ გადაცემისადმი, საერთოდ ასტროლოგიისადმი რადიკალურად გაიზარდა ინტერესი ამ სფეროსადმი, რაც მეტად მახარებს. ახლა შემდეგი კითხვა, რა აზრის ხართ გივი ალაზნისპირელის თეორიების შესახებ? ძალიან კარგი აზრის ვარ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე თავიდანვე ამბობდი ამას, რომ ეს არის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა, ბატონი გივი ალაზნისპირელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც თავისთავად სათანადოდ ჯერჯერობით ვერ აღიქვემდა საზოგადოების მიმართ, რადგან ბატონი გივი უსწრებს რასაკვირველია ჩვენი სამყაროს განვითარებას და ამიტომ მას აქვს ისეთი იდეები, რომელსაც საზოგადოება ვერ იგებს. მის პირად ჰოროსკოპში არნახულად გაძლიერებულია მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი და მისი ზეგავლენა მის ფსიქოტიპზე. და როდესაც საუბარი გვაქვს ტრადიციულად მერწყულებზე, ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვამთ ერთ გარემოებას, რომ მერწყული თავისი აზრებით, გონებით, ანალიტიკური უნარით დაახლოებით 50 წლით უსწრებს ზოგად საკაცობრიო განვითარებას. ამიტომ ყოველთვის იმ ეპოქაში, რომელშიც იგი ცხოვრობს, მას ვერ უგებენ. პრობლემა ჩნდება. მაგალითად, ჟული ვერნმა, როდესაც მერწყულის ნიშნე დაბადებულმა აღწერა წყალქვეშა ნავის პრინციპი, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ის ნახევრად გიშია. 50 წლის მერე აღმოჩნდა, რომ თურმე აბსოლუტურად სწორედ აღიქვა მან მომავალი. ასევე ბატონ გივისთან დაკავშირებით. ახლა ბევრ შეიძლება მოიჩვენოს, რომ ისეთი утоპიური აზრები აქვს, რომ ეს წარმოუდგენელია მატერიალისტ ადამიანებს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საოცრად საინტერესო იდეები და კვლევები აქვს, საოცრად საინტერესო დაკვირვებები და მე მივესალმები ესეთი ადამიანები, რომ არიან ჩვენთან უპირველეს ყოვლისა. ეს ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი საინტერესო საკითხის გაშუქება და გახსნა. სხვა საქმეა, რომ ბატონ გივის არ ეძლევა სათანადო ფინანსური შესაძლებლობა, არ აქვს სათანადო ფინანსური წყარო, რომ გარკვეული შეიძლება ექსპერიმენტებიც კი დადგას და დამამტკიცებელი საბუთებიც კი შესაბამისად წარმოადგინოს. მაგრამ მარტო იქენა, რაც მას აქვს ინფორმაცია, თუნდაც თქვა ბიბლიური ზეციერი ქალაქის შესახებ დაუშვა და ის ფაქტები, რომელიც მან მოიტანა ძველი თუნდაც შუმერული ნაწერებიდან, სადაც აღნიშნულია, რომ ეს წერტილი უკავშირდება იმ ენერგოზონას, სადაც 4 ქარი ერთდროულად ქრის და საქართველოში ეს ძალიან ხშირად არის. მათ შორის მე მინდა გითხრათ, რომ მე ბავშვობაში ძალიან დიდხანს ვიზრდებოდი ხაშურში და იქ მთის ძირას ხაშურსა და სურამ შორის ძალიან ხშირად მიგზნია 4 ქარის პრინციპი, როდესაც მე თვითონ კალაბურთის მოედანი ქონდა, ხშირად თამაშობდი და აქედან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს ბურთი ძალიან ხშირად იცვლიდა მიმართულებას. ანუ მომენტალურად შეიძლება რამდენიმე ასე ვთქვათ, ხრიდან დაებერა ქარს. ეს იშვიათი მოვლენაა, მინდა გითხრათ, სამყაროში. იქ ასევე არის მითითებული დაუშვათ ვარსკვლავების დაგროვების ადგილი იმ ენერგოზონის ქვეშ, სადაც ეს ზეციური ქალაქია მოთავსებული და მართლა ხო როგორც ბატონი გივი ამბობს, მე სრულიად ვეთანხმები. ამას არც ერთ ქვეყანაში არ არის იმდენი ვარსკვლავი თავმოყრილი, როგორც ჩვენზე. აღარ ამბობ იმაზე, რომ მაღალი სიხშირეების გადაცემა ჩვენში ხდება 2-3-ჯერ უფრო დიდ დისტანციაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თეორიები აქვს ბატონ გივის, საინტერესო დაკვირვებები და ახლა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყოველივე აბსოლუტურად თქვათ ასე ჭეშმარიტებას შეესაბამება, მაგრამ შესაძლებელია ძალიან ახლო იყოს ჭეშმარიტებასთან. შეიძლება კიდევ აქედან რაღაც ახალი მიგნების წინაშე აღმოჩნდეს საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მე მინდა გითხრათ. ანუ ეს ის პიროვნება, რომელსაც აქვს ზუსტად ეს მომენტი. დაახლოებით 50 წლით უსწრებს ჩვენ საერთო განვითარებას. ანუ ჩვენ 50 წლის მერე უკვე მიხვდებით, რას გვეუბნებოდა გივი ალაზნისპირელი. დღეს ამას ვერ ხვდებით სამწუხაროდ. მაგრამ მე ყოველხრივ ვეთანხმები ამ პიროვნებას ბევრი საკითხში, რომელსაც ის აღწერს, დასაკვირველია მაქვს ისეთი ჩემთვის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელშიც მე შემიძლია დაუშვათ ან შევედავო, ან არ დავეთანხმო პიროვნებას, მაგრამ ყოველთვის ესე ხა ჭეშმარიტება რაღაც გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობიდანაც გამოდის, მაგრამ ბევრ საკითხში და ძირითადად მე რასაკვირველია მას ვემხრობი და ვთვლი, რომ უნიჭიერესი და ძალიან საინტერესო პიროვნება და ძალიან საინტერესო თემატიკაზე მუშაობს. არნახულად საინტერესო დაკვირვებები აქვს და მე მგონია და მჯერა, რომ ყოველ შემთხვევაში ბატონი გივი კიდევ შეძლებს და არაერთხელ რომ გააოცოს ჩვენი საზოგადოება და არაერთხელ ჩვენ კიდე გავიხსენოთ მისი პოსტულატები და მის მიერ ნათქვამი. სხვა შორის მან ძალიან კარგად იცის, რომ ჯერჯერობით ადრეა ზოგიერთი საიდუმლოს გახსნა.
ანუ ამის დრო მოვა, ამის პერიოდი დადგება. ამაზე არაერთხელ ჩვენმა პატრიარქმაც ისაუბრა სხვათა შორის და ამიტომ ვიცი რაზნელია მისთვის მოთმენა რაღაც ინფორმაციის გათქმა სურს, მაგრამ უფლება არ აქვს და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ველოდებით იმ დროს და საკმაოდ მალე მოვა ეს დრო, როდესაც უკვე მნიშვნელოვანი ზეციური ინფორმაცია შემოვა ჩვენ სამყაროში, როდესაც ბატონ გივის მეცემა უკვე ძალიან დიდ საიდუმლოებებზე საუბრის შესაძლებლობა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა თავის დროზე, აბსოლუტურად უაზროდ იყო დასჯილი წინა მთავრობის მიერ და მე მიმაჩნია, რომ მაგალითად გაცილებით უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეთ მის თემატიკას, მის ინფორმირებულობას და აქედან გამომდინარე გავითვალისწინოთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მისგან მოდის. ამიტომ მე პირიქით ძალიან ვემხრობი ამ პიროვნებას, დიდი სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი და მგონია, რომ აი ესეთ ადამიანს, ესეთი ტიპის ადამიანია, რომელიც ყოველთვის იყო ყველა საზოგადოებაში რაღაც გარკვეული მამოძრავებელი ძალა, მათ შორის ეზოთერული აზრისა. ეხლა, ეს მოკლე ინფორმაცია თავისთავად ბევრი შეიძლება ამ პიროვნებაზე საუბარი, მაგრამ დროის უკმარისობის გამო მხოლოდ მოკლე, ასე ვთქვათ, ინფორმირებულობა ამის ინფორმაცია ამის შესახებ. შემდეგი კითხვა